კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეთერში ახალი ამბები 16 საათზე, მე ნინო სალუქვაძე ვარ. უწმინდესი და უნეტარესის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ღვაწლსა და დამსახურებაზე იქადაგა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიომ. როგორც მან აღნიშნა, უწმინდესის საფლავზე დღემდე არ წყდება იმ ხალხის ნაკადი, ვისაც სურს სიყვარული და მადლიერება გამოხატოს პატრიარქის მიმართ. დღეს პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. სიონის საპატრიარქო ტაძარში მეუფე შიომ სინოდის წევრებთან ერთად ჯერ წირვას, შემდეგ კი უწმინდესის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. ღვთისმსახურებაზე იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. სიდიადით, ახსილმა, სიჩუმემ, რომელმაც დაისადგურა მისი უწმინდესობის გარდაცვალების შემდეგ, განგვაცდევინა ჩვენ მოწიწებაც, სიყვარულიც და ალბათ არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ სულიერი გამოფხიზლებაც. მის პიროვნებაში ცოცხლობდა უფალი იესო ქრისტე იმ დიდ ღვაწლში, რომელიც მიმართული იყო ჩვენი ქვეყნის ძიმე მდგომარეობიდან გამოყვანისკენ და აღორძინებისკენ და გადარჩენისკენ. სწორედ ამ ღვაწლის შედეგი და ნაყოფი იყო და არის ის საოცრება, რაც ჩვენ ვიხილეთ. ქართველი ხალხის პასუხი ამაზე, მის სიყვარულზე. დღემდე არ წყდება ის ნაკადი მისი უწმინდესობის საფლავთან. ყველა ასაკის, ყველა ფენის ადამიანს სურს გამოხატოს მისდამი სიყვარული და მადლიერება. საქართველოში დადებითი მიგრაციული სალდო ზედიზედ მეორედ დაფიქსირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიგრაციის შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმად 2025 წელს 3000-ზე მეტია იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც სამშობლოში ემიგრაციიდან დაბრუნდნენ, ვიდრე მათი რიცხვი, ვინც ქვეყანა დატოვა. 2025 წელს ემიგრანტების რიცხოვნობამ 114,374 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 5,8%-ით ნაკლებია. ხოლო ემიგრანტების რიცხოვნობა 3,2%-ით შემცირდა და 131,501 კაცი შეადგინა. ის რომ საქართველო არის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა რეგიონში, ეს არის ინდიკატორი და განსაზღვრელი იმისა, რომ ჩვენი მოქალაქეები ბრუნდებიან ჩვენს ქვეყანაში და გარდა ამისა ის რომ ჩვენ გვაქვს მაშინ როდესაც მეზობლებში არის საომარი მდგომარეობა, პირდაპირ თუ ირიბად დღესაც ჩართულები არიან ომში, ჩვენ გვაქვს ეკონომიკური განვითარება, სტაბილურობა და შესაბამისად მშვიდობა ქვეყანაში და ეს არის კიდევ ერთხელ მეორე განსაზღვრელი იმისა, რომ ჩვენი მოქალაქეები ბრუნდებიან ჩვენს ქვეყანაში. არ შეიძლება თითოეულ ქართველს არ ახარებდეს თავისი თანამემამულების დაბრუნება სამშობლოში. ქართველი ადამიანი ყველაზე ბედნიერად და ყველაზე ლაღად თავს საკუთარ მიწაზე გრძნობს, თავისთავად ცხადია. ქვეყანაში არსებული ასეთი ხანგრძლივი მშვიდობიანი პერიოდი, ეკონომიკური ზრდის ესეთი ტენდენცია თან ნაბიჯ ჩვენ მიგვიყვანს იქამდე, რომ უცხოეთში წასული ჩვენი თანამემამულეები დაუბრუნდებიან მშობლიურ მიწაზე. ეკონომიკური წინსვლა, უსაფრთხოება ქვეყნის, რასაც თავისთავად მოაქვს ეკონომიკური განვითარება, ეს გადაჯაჭვულია ერთმანეთთან. რა თქმა უნდა, უზრუნველყოფს იმას, რომ ადამიანები, რომლებიც არიან წასული უცხოეთში, მოუნდებათ, რომ თავიანთ სამშობლოში დაბრუნდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ აქ არის საშუალება და შესაძლებლობები იმის, რომ ან თვითრეალიზაცია მოახერხო, დასაქმების პერსპექტივები არსებობს, იმიტომ რომ დასაქმების პერსპექტივები და თვითრეალიზაციის შესაძლებლობები მოყვება ეკონომიკურ განვითარებას, რაც თავისთავად შედეგია უსაფრთხოების და მშვიდობის ქვეყანაში. ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება. ურთიერთბრალდებების მიუხედავად ნაციონალური მოძრაობა სააკაშვილ-ბოკერია გვარამიას ალიანსის წევრად ამ დრომდე ფორმულად რჩება, თუმცა ერთი პირობით ალიანსის სხვა წევრებმა ანტი-მიშა კამპანია უნდა შეწყვიტონ და ფოკუსი სხვაგან მიმართონ. თავის მხრივ ნაცმოძრაობას ულტიმატუმის ენით ესაუბრებიან ალიანსის სხვა წევრებიც და სააკაშვილის მხრიდან შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში პარტიას ალიანსიდან გაძევებით ემუქრებიან. ოპოზიციის დაშლა, გაერთიანების მორიგი პროცესი საინტერესო აღარ არის ხელისუფლებისთვის. მმართველ გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ ყოფილი და მოქმედი ნაციონალები პოლიტიკური ერთობის გამოცდას ვერც ამჯერად ჩააბარებენ. ჩვენ არ ვაპირებთ ალიანსის დატოვებას, ამაზე უკვე მკაფიო განცხადება და განმარტება გაკეთდა.
და მიგვაჩნია ასევე რომ ალიანსი უნდა კონცენტრირდეს არა მიშას დაგმობაზე ან ცენზურის დაწესებაზე, არამედ უნდა კონცენტრირდეს ჩვენი ხალხის საჭიროებებზე. ცხადია, თუ რომელიმე კონკრეტული პლატფორმა და აქ არ აქვს მნიშვნელობა მხოლოდ ალიანსა რა, გადაიქცევა ანტიმიშა კამპანიიდან პლატფორმად, ხო? ჩვენ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწევს. ეს ოპოზიციური ალიანსი შენარჩუნდება თუ არ შენარჩუნდება, შედეგი იქნება ერთი. შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ისინი არჩევნებამდე მართლმამრავლებად დაიშლებიან და შესაბამისად ჩვენც მათ 2028 წლის არჩევნებში დავეხმარებით დაშლაში. სანამ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი იქნება ქართულ პოლიტიკაში, ოპოზიციაში, მათი ერთობა მე ვფიქრობ დიდხანს ვერ გასტანს. ზუსტად მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალურ მოძრაობა არის პრობლემა არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ მთელი ჩვენი ქვეყნის და ერის ყველას კარგად გახსოვს 9 წლის განმავლობაში თუ რა დღეში აკეთებდნენ ქართულ ხალხს ქვეყანა და ზოგადად ქვეყნის იმიჯს. ეს არ არის ოპოზიციური ალიანსი, ეს არის მკვდრაჩობილი ალიანსი და ვიტყოდი რომ უკვე ძალიან მაპატიოს ჩვენმა საზოგადოება, მაგრამ საყოფაცხოვრებო ნარჩენივით ყარს უკვე ეს რადიკალთა ეს რაღაცა გაერთიანება, ფსევდო გაერთიანება. ამ ადამიანებმა დაღალეს ქართველი ხალხი, ჯერ თავიანთი მმართველობის პერიოდში დაუბედურება დაატეხეს ჩვენს ხალხს, ყველას კარგად მოეხსენება. ეს არის დამნაშავეთა გაერთიანება და ბუნებრივია ისინი ვეღარასოდეს ვეღარ დაბრუნდებიან ქვეყნის მართვის სადავეებთან, იმიტომ რომ ჩვენმა ხალხმა ეს სახადი უკვე მოიხადა. თუმცა შეიკრიბებიან, თან ცალ-ცალკე უნდა, თან ერთად უნდათ შედეგი უკვე ჩვენ ნახეთ საზოგადოებამ მათივე მხარდამჭერებმა გამოუტანეს უკვე 4 ოქტომბრის შემდგომ. ჯერ კიდე მიუღწეվել წარმატებაში ვერ ლაგდებიან ერთმანეთში და როგორ შეიძლება რომ ხალხმა ამათ მით უმეტეს ხელისუფლება ანდოს. რუსეთის ომმა უკრაინაში სამხედრო ტექნოლოგიების განვითარების უპრეცედენტო ტალღა გამოიწვია, რაც მშვიდობიანობის დროს შეუძლებელი იქნებოდა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერციმ კვიპროსის სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კანცლერის თქმით, ეს გამოცდილება ქვეყნებს თავდაცვითი საჭიროებების დამოუკიდებლად მოგვარებაში ეხმარება. მერცის თქმით, 2026 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით ის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ბევრად უფრო თავდაჯერებულია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო. გერმანიის კანცლერის განცხადებას შეფასებები მოყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. მმართველ გუნდში სხვა ქვეყნების მხრიდან ომის ახალისებაზე და საკუთარი ინტერესების გატარებაზე საუბრობენ. მათივე განცხადებით, რომ არა ხელისუფლების პრაგმატული სამშვიდობო პოლიტიკა უკრაინის მსგავსად საქართველოშიც ანალოგიური სცენარი განმეორდებოდა. წლების განმავლობაში მაგაზე საუბრობდით ჩვენ, რომ არის ქვეყნები, არიან ლიდერები, რომლებიც სარგებელს ნახულობენ ამ ომიდან და იმის მაგვილად რომ დაეხმარონ უკრაინას, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი, პირიქით ახალისებენ, რომ თავის ქვეყანამ სარგებელი ნახოს და ზუსტად გერმანიის კანცლერის განცხადებაც ამაზე მეტყველებს. გაოგნებული ვარ, იმიტომ რომ წარმოვიდგინეთ, რომ ამ ადამიანს და მის მსგავს ევროპელ ლიდერებს ის კი არ აღელვებს, რომ შუაგულ ევროპაში ათასობით სოფელი, ქალაქი მიწისპირისაგან აღიგავა. 100,000-ობით ადამიანი იქნა განადგურებული, მათ შორის უამრავი ბავშვი, ოხუცები, ქალები და პრაქტიკულად ქვეყანა განადგურდა და გაურკვეველია მისი მომავალი. ამაზე კი არ ჭობენ და საუბრობენ, რომ რა ეშველება ამ ქვეყანას, რა გადაარჩენს უკრაინას. საუბარი აქვს იმაზე, რომ თურმე სამხედრო ტექნოლოგიების განვითარება შეუწყო ხელი ამ ომმა. ეს არის მათი დამოკიდებულება და ასე უყურებენ ისინი აი ამ ქვეყნებს და მათ შორის ჩვენც ასე გვიყურებენ და ეს უნდათ აქაც. იმიტომ რომ განვითარდეს გერმანიის სამხედრო ინდუსტრია, ჩვენ აქ უნდა დაგვიწყო ომი. კიდევ უფრო სწრაფი ტემპით წავიდოდა, რა თქმა უნდა, გერმანიის სამხედრო ინდუსტრიის განვითარება ჩვენც რო უკრაინის მსგავსად აქ ომი გაგვემართა. მაგრამ ეხლა ვკითხოთ ქართულ საზოგადოებას, ეს აწყობს, ეს არის ის შედეგი, რაც სამწუხაროდ აუცილებლად დადგებოდა თუ უარესად არა საქართველოში, რომ არა ჩვენი პოლიტიკა ხალხის ძალის, რომ არა შემდგომში უკვე ხელისუფლების სწორი პრაგმატული გადაწყვეტილებები, იმის მერე რაც ჩვენ გამოვედით და საზოგადოებას სწორად აუხსენით, რომ საქართველოზე იყო ზეწოლა და აი ეს შედეგი დადგებოდა. პარტია მემარცხენე ალიანსი ევროკავშირის ელჩის პავლ ჰერჩინსკის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს. ოპოზიციურმა პარტიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ევროკავშირის ელჩი მწვავედ გააკრიტიკა და ქართველი ხალხის დაშინების მცდელობაში დაადანაშაულა. პარტიამ ხელისუფლებასაც მიმართა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების საკითხის გადახედვა მოითხოვა. მოვითხოვთ ხელისუფლებისაგან თავი დაანებოს ევრო დიპ სტეიტთან ენის მოჩლექით ლაპარაკს და მის წინაშე პოლიტიკურად მუხლებზე დგომას.
და მტკიცედ განაცხადოს, რომ ასეთი ევროკავშირი ჩვენ არ გვჭირდება და თუ ასე გაგრძელდა მუხარა და ტალახის სროლა, ჩვენ გადავხედავთ ჩვენი გაწევრიანების საკითხს, რაც ქართული საზოგადოების ინტერესში შედის. რაც შეეხება ელშ ჰერჩინსკის მის მიერ არაერთგზის ჩადენილი თავხედობისა და ზღვარგადასრული შეურაცხყოფილი განცხადებების გამო, მიუხედავად იმისა, რომ მას უფლებამოსილება რამოდენიმე თვეში უწყდება, უნდა გამოცხადდეს პერსონა ნონ გრატად და გაძევებული იქნა საქართველოსთან სამაგალითოდ. ასევე პარტია მემარცხენე ალიანსი ევროკავშირისაგან სწრაფის შეჩერებას მოვითხოვთ. გვერდწმუნდეთ, ამის შემდეგ ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტი საერთაშორისო არენაზე უფრო გაიზრდება. 15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენები იწყება. ჩინური ავიაკომპანია China Eastern Airlines-ი რეგულარულ ავიარეისებს შანხაი-თბილისის შანხაის საჰაერო ხაზზე კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს. განაცხადებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და ავიაკომპანიის სახელმძღვანელების შეხვედრაზე მიიღეს, რომელიც ჩინეთის რესპუბლიკაში მარიამ ქრივიშვილის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ბიზნეს და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად განვითარებას. Მნიშვნელოვანი შედეგებით დავასრულეთ ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. Ქონდა უმაღლესი დონის შეხვედრები სახელმწიფოს ისევე როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, კომერციის მინისტრთან ერთად ხელი მოვაწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებულ ვერსიას, რაც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს და გაამყარებს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებს. ამავდროულად ჩვენ ქონდა შეხვედრა რეფორმების ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან და ჩვენ მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომ შეიქმნება მთავრობათა შორისი ფორმატი, რომელიც უზრუნველყოფს უმსხვილესი ინვესტიციების მოზიდვის, ისევე როგორც სტრატეგიულ პროექტებში ჩინური კომპანიების ჩართულობის მხარდაჭერას. ვიზიტის ფარგლებში ჩვენ მქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ადგილობრივ უმსხვილეს ენერგეტიკულ და მანქანების მწარმოებელ კომპანიებთან, რომელთან ერთადაც ვისაუბრეთ იმ საინვესტიციო შესაძლებლობებზე, რაც ხელს შეუწყობს ჩინეთიდან დამატებით ინვესტიციების მოზიდვას. ჩვენ დავასრულეთ ამ ვიზიტის ფარგლებში ხანგრძლივი და გრძელვადიანი მოლაპარაკებები China Eastern-ის ავიაკომპანიასთან. უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნა მიღებული დღეს, რომ დაიწყება 15 ივლისიდან პირდაპირ ფრენები შანხაისა და თბილისის შორის. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველებმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების სრულმასშტაბიანი საველე სამდღიანი სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა. სწავლება რუსთავში გაიმართა და მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს. წვრთნების მიზანი იყო ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ საფრთხეებზე რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესება, ასევე უწყებათა შორისი და საერთაშორისო კოორდინაციის გაძლიერება. აღნიშნულ საველე სწავლებაში ასევე მონაწილეობდა სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის დანაყოფი. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ქართული ენის სასკოლო კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები და დიასპორის პროგრამაში ჩართული ქართული ენის დისტანციური სწავლების მიმართულების მასწავლებლები დააჯილდობა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ქართული ენის განვითარების ხელშეწყობის კუთხით მოსწავლეთა წახალისებისა და დიასპორის წარმომადგენელთა მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ქართული ენის კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებსა და დიასპორის პროგრამაში ჩართულ მასწავლებლებს შესაბამისი სერტიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ. Honda მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოვება. ასევე დავაჯილდოვეთ ის პედაგოგები, რომლებიც ონლაინ რეჟიმში ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ დიასპორაში მყოფ ჩვენ თანამემამულეებს, განსაკუთრებით მოზარდებს, ასწავლიან ქართულ ენას და უძლიერებენ ბმას სამშობლოსთან. ეს პროექტი კიდევ ერთხელ ხანს უსვავს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ქართული ენის დაფასება. სამინისტროს პოლიტიკაა, რომ გააძლიეროს ქართული ენის ცოდნა და გააღრმაოს მისი ცოდნა მთელ მოსახლეობაში. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ქართულ ენას ექცევა ასეთ დიდი ყურადღება, რადგანაც ენა არის მთელი კულტურის განმსაზღვრელი, ენა არის შემაკავშირებელი ერის, ისტორიისა, თანამედროვეობისა და ასევე ადამიანების ერთმანეთთან. ასე რომ თავად ღონისძიება იყო ძალიან
ემოციური. დიდი мотиваცია იმ მასწავლებლებისთვის, რომელიც ამ პროგრამებში მუშაობენ, რომ მეტი იღვაწონ, რომ კიდევ უფრო მიაწვინონ ხმა საზღვარგარეთ ცხოვრებ ემიგრანტებს და ყველა იმ მოსწავლეს, რომელსაც ჩვენი გვერდით დგომა სჭირდება. დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის დღეა. პირად შემადგენლობას ლოჯისტიკის დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაატა პატიაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს. ჭარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ბაზაზე ვარციხე ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობამ პროფესიული დღე აღნიშნა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა. ღონისძიების დასასრულს კი სტუმრებს ინფრასტრუქტურის ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერების შესაძლებლობაც ჰქონდათ. დღეს ჩვენ დგავართ თავდაცვის ძალების განვითარების მნიშვნელოვან ეტაპზე და ამ პროცესის სრულყოფა ლოჯისტიკური შესაძლებლობების განვითარების გარეშე შეუძლებელია. მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით და მადლობა გადაუხადო ბატონ თავდაცვის მინისტრს მხარდაჭერისათვის და მიღებული ეფექტიანი გადაწყვეტილებებისათვის, რომლებმაც თავდაცვის ძალების განვითარების მაღალ საფეხურზე გადასვლისათვის ახალი შესაძლებლობები შეძინა. განსაკუთრებულად ვილოცავ დღევანდელ დღეს და დიდ მადლობას გადაუხდი ლოჯისტიკის უზრუნველყოფის სარდლობის თითოეულ მოსამსახურეს. თქვენ ყოველდღიურად მუხჩაუხლელი შრომით და თავდადებით უმნიშვნელოვანესი წვლილი შეგავთ საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების საქმეში. პირდაპირ ეთერში 19 საათზე დაბრუნდებით დროებით.